ჩვენ ვილაპარაკებთ ვახტანგ გორგასალზე. ვახტანგ გორგასლის სახელი ერქვა ქართულ დროშას მე-5 საუკუნიდან მე-12 საუკუნემდე. ასე ეწოდებოდა დროშა გორგასლიანი. მერე დროშას დაერქვა გორგასლიან დავითიანი და შემდგომში გორგასლიან დავითიან თამარიანი. რა თქმა უნდა, ჩდება კითხვა. რატომ გორგასლიანი? ჩვენ ხო ყავდა იგივე მოციქულთასწორი მეფე მირიანი და ნანა დედოფალი. ან ფარსმან ქველი, რომელსაც დამარცხებული ყავდა რომის არმიაც, პართიის არმიაც, თან არაერთ გზის და ბოლოს ანტონინუს პიუსმა ძეგლი დაუდგა რომში. ან სხვა მეფეები. ვახტანგ გორგასლის ცხოვრებას თუ ჩავხედავთ, ჩვენ დავინახავთ, რომ ავტორი მას წარმოაჩენს როგორც ბუმბერას, ადამიანს, რომელსაც ოქროს გვირგვინი ადგას თავზე, რომელიც გაქცეულ ირემს ფეხით ეწევა, რომელსაც ყველა ბრძოლა მოგებული აქვს თითქოს და 9 მილიონიან არმიებს ამარცხებს და ამ ებრძვის და ამარცხებს ბიზანტიას, ირანს და ასე შემდეგ. რა თქმა უნდა, ეს ყოველივე ხარა ჩამოთვალე მითია. და რომ ეს მითია, ჯერ კიდე ივანე ჯავახიშვილმა და ნიკო მარმა დაამტკიცეს, სინამდვილეში ეს ყოველივე დაწერილია გაცილებით გვიან და ვახტანგ გორგასლის სახელს მოარგეს, რა თქმა უნდა, ქართულებმა ძალიან კეთილგანწყობით და კეთილი მიზნებით მოარგეს მე-11 საუკუნეებში ფრიად სახელგანთქმული მითოლოგიური პერსონაჟის ბახრაუნდის ბიოგრაფია. გარკვეულწილად. თუმცა ვახტანგ გორგასლის ისტორიაშივე დაცულია და შემორჩენილია ბევრი სიმართლეც, ისტორიული დეტალიც, როგორც არის მაგალითად ის, რომ სწორედ ვახტანგ გორგასლის დროს მცხეთის მთავარეპისკოპოსი გახდა კათოლიკოსი. სწორედ ის ფაქტი, რომ ვახტანგს დაპირისპირება ჰქონდა მანამდე მთავარეპისკოპოს მიქაელთან, ასევე ცნობილი არის მისი ლაშქრობა ირანის შაჰ პეროსთან ერთად ინდოეთისკენ. ისიც, რომ ზეწოლა ჩრდილოეთ კავკასიური ტომებისა ალაგმა და დარიალის კარი დაკეტა, ეს ყოველივე სიმართლე. ასევე სიმართლეა ტოპონიმიკა, რომელიც ვახტანგ გორგასლის ცხოვრებაშია შეტანილი, ადამიანთა სახელები, მაგრამ როგორც ვთქვით, თვითონ სიუჟეტი გარკვეულწილად მითოლოგიურია და არ გადმოგცემს იმ ჭეშმარიტებას, იმ სინამდვილეს, რის გამოც ქართველმა ერმა განადიდა ვახტანგ გორგასალი და დღეს ჩვენ სწორედ ამაზე გვექნება საუბარი. თქვათ, რა იყო რეალობა იმ პერიოდის, შეუფერადებელი რეალობა და მოყვეთ იმაზეც, თუ რა გააკეთა ვახტანგ გორგასალმა და როგორ დარჩა ჩვენს ხსოვნას და რატომ დარჩა ჩვენს ხსოვნას და სამართლიანი დარჩა ალბათ ერთ-ერთ ყველაზე დიად ქართველად. აქვე გთხოვთ, რომ თუ შეიძლება ჩვენი არხი გამოიწეროთ, დაგვიკომენტაროთ, გააზიაროთ, იმიტომ რომ ასევე მოიწონოთ, რომ ეს ყველაფერი აუცილებელია არხის განვითარებისთვის და წინასწარ გიხდით მადლობას. მოგეთ რეალობა რო ავიღოთ, მე-5 საუკუნის საქართველოსი ასეთი იყო. როგორც უცხოური წყაროებიდანაც ჩანს, დასავლეთ საქართველო მაშინ ცალკე სამეფოა, ცალკე სახელმწიფოა, სადაც მეფობენ ვინმე გუბაზი, წათე, შემდგომ დროინდელი მე-6 საუკუნის ცნობილი გუბაზის წინაპრები.
ვახტანგ გორგასლის დაქვემდებარებაში გარდა დასავლეთ საქართველოს სამწუხაროდ არ შემოდის არც ქვემო ქართლი. საიდან ჩანს? ჩანს ბოლნის სიონის წარწერიდან. მაშინდელი წესის მიხედვით, როგორც ლიტერატურულ ნაწარმოებზე, ისევე ძეგლზე, როცა მისი დათარიღება ხდებოდა იმ მონარქის მეფობის წლით, რომლის დაქვემდებარებაშიც იმყოფებოდა ტერიტორია, სადაც შეიქმნა ლიტერატურული ნაწარმოები, ან აგებული იქნა ძეგლი, უნდა მომხდარიყო სწორედ მონარქის მეფობის თარიღის მითითებით. და ბოლნის სიონის ტაძრის წარწერიდან გებულობთ, რომ ბოლნის სიონის ტაძარი დათარიღებულია სპარსეთის შახის მეფობის წლებით და არა ვახტანგ გორგასლის. ესე იგი ბოლნისი შედის სპარსეთის იურისდიქციაში. ასევე ქვემო ქართლში შექმნილი ნაწარმოების ანტისპარსული, ანტიირანული, ანტიზოროასტრული ნაწარმოების შუშანიკის წამების ავტორი იაკობ ცურტაველი, იაკობ ხუცესი იძულებულია, რომ ნაწარმოები დაიწყოს ასეთი სიტყვებით: იყო მერვესა წელსა სპარსთა მეფისას. გარაც ამეფო წარემართა ვარსკენ პიტიახში ძეია შუშაისი. ის თხრობის დასაწყისში მიგვითითებს თარიღზე, როგორც წესი იყო და იქაც სპარსეთის მეფის პეროზის მეფობის მერვე წელი მოაქვს და საერთოდ არავინ ნაწარმოებში ნახსენები პერსონალურად ვახტანგ გორგასალი. ეს ორი დოკუმენტი ცხადლივ წარმოაჩენს, რომ სამწუხაროდ ვახტანგ გორგასლის იურისდიქციაში, მისი სახელმწიფოს იურისდიქციაში არ შემოდიოდა ქვემო ქართლიც კი. ასევე ჩანს, რომ დასავლეთ საქართველოს უდიდესი ნაწილი ცალკე იყო, ეგრის სამეფო იყო. ვახტანგ გორგასალს ექვემდებარებოდა მხოლოდ ისტორიული მესხეთის გარკვეული ნაწილი, იმიტომ რომ გარკვეულ ნაწილზე პრეტენზიას აცხადებდა ბიზანტი, რომის აღმოსავლეთ რომის იმპერია შემდგომში. ბიზანტია ტრანსფორმირებული, შიდა ქართლი და კახეთი. მაგრამ მიუხედავად ამისა, ვახტანგ გორგასალი ითვლება ჩვენს ისტორიაში ერთ-ერთ უდიდეს მეფედ. ვახტანგ გორგასალმა მისი ცხოვრებიდან ჩანს და ისედაც ვიცით, ყველანაირი მონაცემი დასტურდება, რომ საქართველოს პოლიტიკურ დედაქალაქად გამოაცხადა თბილისი, შესაბამისად ცხედა გადაიქცა საკათოლიკოსო დედაქალაქად. მაგრამ ვახტანგ გორგასალმა მისივე ცხოვრებიდან ჩანს, ვერ მოასწრო თბილისში დედაქალაქის გადმოტანა და ის გარდაიცვალა სპარსელებთან მიღებული ჭრილობით უჯარმაში. ვახტანგ გორგასლის ცხოვრებაში აღწერილია, რომ თითქოს მან ყველა ომი მოიგო. მაგრამ ჩვენ ვიცით, რომ მან ყველაზე სერიოზულ ომში 493-494 წლებში ირანელებთან ძიმე მარცხი იწვნია, ხოლო ბოლოს სავარაუდოდ 502 წელს უკანასკნელ ბრძოლაში მიღებული ჭრილობების შედეგად სპარსელებთან ომში მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაიცვალა. ხოლო რაც შეეხება მის ცხოვრებაში აღწერილ ომებს, ასე ვთქვათ, აღმოსავლეთ რომის წინააღმდეგ, ეს ფაქტობრივად არ დასტურდება. და რა თქმა უნდა, ესეც იმ მითის ნაწილია, ისევე როგორც ვიმეორებ, მოწინააღმდეგე ჯარების და გინებავთ გორგასლის ჯარების ის წარმოუდგენელი რაოდენობა, რომელიც, ვთქვათ, ასეულათასობით და მილიონობით ჯარისკაცი, რაც რა თქმა უნდა, გამორიცხული. მაგრამ აი ჩვენ უნდა განვიხილოთ თითოეული დეტალი. რა გააკეთა ვახტანგ გორგასალმა? რა მნიშვნელობა ჰქონდა ამ ყველაფერს? საუკუნეების მანძილზე როგორ მოქმედებდა ეს ჩვენი ერის ბედიღბალზე და იქიდან წარმოჩინდება უკვე თუ ვინ იყო ეს გენიალური ადამიანი. დავიწყოთ კათოლიკოსის ინსტიტუტის შემოღებით. 451 წლიდან სოფლიო მასშტაბით მთავარ ეპისკოპოსთა ზოგიერთ თანამდებობას, მაგალითად რომის ეპისკოპოსის ტიტულს და თანამდებობას, კონსტანტინოპოლის მთავარ ეპისკოპოსის
სახელს ანტიოქიის, ალექსანდრიისა და იერუსალიმის მთავარეპისკოპოსების ტიტულატურას ემატება ახალი სახელები და ტერმინები. რომისას და ალექსანდრიისას პაპი, ხოლო კონსტანტინოპოლისას, ანტიოქიისას და იერუსალიმისას პატრიარქი, რომელიც ქართულად ითარგმნება როგორც მამამთავარი. ასევე კონსტანტინოპოლის მთავარეპისკოპოსი ხდება ოიკუმენოს პატრიარქოს. ანუ სოფლიო მნიშვნელობის პატრიარქი, ესე ტერმინი შემოდის. და სწორედ ამ დროს მცხეთის მთავარეპისკოპოსისთვის ჩნდება დიახაც ვახტანგ გორგასლის პირადი ინიციატივით, გადაწყვეტილებით ახალი წოდება კათოლიკოს პატრიარქი. უკაცრავად კათოლიკოს მთავარეპისკოპოსი. ტერმინი პატრიარქი, მამამთავარი, უფრო გვიან მე-11 საუკუნიდან გვხვდება საქართველოში. მაგრამ ტერმინი კათოლიკოს მთავარეპისკოპოსი უკვე ვახტანგ გორგასლის დროიდან ჩანს და დასტურდება. რას ნიშნავს კათოლიკოსი? კათოლიკოსი ნიშნავს მსოფლიოს საყოველთაოს. აი ეს ხუთი ჩამოთვლილი პატრიარქი, რომელსაც ჩვენ მსოფლიო პატრიარქებს უწოდებთ, რომის პაპი, კონსტანტინოპოლის პატრიარქი, ალექსანდრიის პაპი, ანტიოქიის და იერუსალიმის პატრიარქები, იდგნენ სხვა რომის იმპერიის შემავალ ყველა ეპისკოპოსზე, მიტროპოლიტზე და მთავარეპისკოპოსზე მაღლა და ყველანი მათ ემორჩილებოდნენ. ხოლო ისინი პასუხისმგებელნი იყვნენ მხოლოდ უფლის წინაშე. იმიტომ რომ მათ შეიძინეს საყოველთაო მსოფლიო უნივერსალური დატვირთვა. აი ზუსტად ესე დატვირთვას სძენს მცხეთის მთავარეპისკოპოს ვახტანგ გორგასალი და სხვათა შორის ის ამას აღწევს, რომ ამისი აღიარება მოხდეს. მისი ცხოვრებიდანაც და იმ დროინდელი წყაროებიდანაც ჩანს, რომ პეტრე, ვინც სხვა შორის გამოცხადებით იყო, რომ გადაწყვიტა ვახტანგ გორგასალმა, რომ პეტრე, ვინმე პეტრე, რომელიც წმინდანია ჩვენი ეკლესიის გამხდარი იყო პირველი კათოლიკოსი და არა მაშინდელი მცხეთის მთავარეპისკოპოსი მიქაელი. მას გამოცხადება ჰქონდა და სხვათა შორის მის ცხოვრებიდანაც ჩანს, რომ ბიზანტიის იმპერატორმა, აღმოსავლეთ რომის იმპერატორმა სცნო პეტრე კათოლიკოსად და ასევე კონსტანტინოპოლის საპატრიარქო. მაგრამ ეს მათ რომ სცნეს, დადასტურდა დღესაც. ნახეთ რა ხდება. ჩვენ ყველამ კარგად ვიცით, რომ ქართული ეკლესიის ავტოკეფალია გაუქმდა რუსეთის ზეწოლით 1811 წელს. აიგზავნა წირვა-ლოცვა ქართულად. შემდგომში 1917-ში აღდგა, მაგრამ 1940-იან წლებამდე რუსი სამღვდელოება ამას არ ცნობდა. მერე 53-ში, როდესაც საპატრიარქო აღდგა რუსეთში საბოლოოდ, მოხდა მათ მიერ ცნობა, მაგრამ დანარჩენი საქრისტიანოსთვის მაინც დროებით ქართული ეკლესიის ავტოკეფალია ნაწილობრივ თვითგამოცხადებულად რჩებოდა. და 80-იანი წლების მიწურულს კათოლიკოს პატრიარქ ილია მეორის ინიციატივით დაიწყო მოლაპარაკება მსოფლიო საპატრიარქოსთან კონსტანტინოპოლთან, რომ დოკუმენტურად იურიდიულად მომხდარიყო ქართული ეკლესიის ავტოკეფალიის ხელახლა ცნობა აღიარება და ძალზედ მნიშვნელოვანი იყო რა თუ როდიდან მოხდებოდა ეს. მაგალითად ბულგარეთის ეკლესიის ავტოკეფალია იწყება იურიდიულად მე-20 საუკუნიდან და ასე შემდეგ. გაგზავნილ იქნა დოკუმენტაცია, გაეცნენ მსოფლიო საპატრიარქოში ყველა მონაცემს და მიღებული იქნა გადაწყვეტილება, რომ ქართული ეკლესიის ავტოკეფალია, საქართველოს სამოციქულო ეკლესიის ავტოკეფალია უნდა იყოს აღიარებული მე-5 საუკუნიდან. ანუ იმ დროიდან, საიდანაც პირველად ჩდება ეს ფენომენი.
ავტოკეფალია ტერმინი მერე შემოდის, მაგრამ აქ არის საუბარი ეკლესიის დამოუკიდებლობას მსოფლიო მასშტაბს. და მე-20 საუკუნეში ქართული ეკლესია, რა თქმა უნდა, ეს ავტოკეფალურად იქნა ცნობილი, მაგრამ არა მე-20 საუკუნიდან, არამედ მე-5 საუკუნიდან. ვახტანგ გორგასალმა იმ გადაწყვეტილებით, რომ კათოლიკოსის წოდება შემოიღო მცხეთის მთავარ ეპისკოპოსისთვის, უზრუნველყო ქართული ეკლესიის ავტოკეფალია. და უზრუნველყო იურიდულად ისე, რომ მიუხედავად რუსეთის ზეწოლისა და 100 წლის მანძილზე მწირვალოცვის ქართულად აგრძალვისა, ვახტანგ გორგასლის გადაწყვეტილებამ ყველაფერს გადააჭარბა და მე-20 საუკუნის მიწურულს მსოფლიო საპატრიარქოში, კონსტანტინოპოლში გაიმარჯვა იმ სამართლებრივმა სტატუსმა და აღიარება ჰპოვა იმ სამართლებრივმა სტატუსმა, რომელიც თავის დროზე ქართულ ეკლესიას მოუპოვა ვახტანგ გორგასალმა. ქართული ეკლესიის გარეშე ქართველობის არსებობა წარმოუდგენელი. იმიტომ რომ ქართული ეკლესიის წიაღიდან მოდის სწორედ ის საეკლესიო ქართული, რომელიც საეკლესიო ქართულიც არის საფუძველი მთელი ჩვენი ეროვნული თვითყოფადობის, ლიტერატურის აზროვნების. და აქვე მეორე მხარე ისევ ეკლესიასთან და ვახტანგ გორგასალთან დაკავშირებული. პირველი ჩვენამდე შემორჩენილი ქართული წარწერები, საეკლესიო წარწერები, რომელიც იერუსალიმშია აღმოჩენილი, მიეწერება ვახტანგ გორგასლის ბიძას, პეტრე იბერს, ასევე ქართულ ტაძრებზე, ქართული წარწერებით მე-5 საუკუნიდან თარიღდება და ჩვენ გვაქვს შემორჩენილი ხანმეტი ტექსტები, პალიმსესტებზე ხანმეტი ტექსტები, რომელიც მე-5 საუკუნიდან თარიღდება სწორედაც რომ ქართული სახარებისა და ქართული სასულიერო ლიტერატურისა. ესე იგი, მთელ მსოფლიოში წარმოიდგინეთ, როგორ მასშტაბს და რა განზომილებას აღწევს ვახტანგ გორგასლის დროს ქართული ეკლესია ერთის მხრიდან მეორეს მხრით ქართული კულტურა. რომ მთელ საქრისტიანოში ოფიციალურ დაშვებულ ენად, მე ვსაუბრობ ორთოდოქსულ საქრისტიანოში, იყო მხოლოდ ძველი ბერძნული, ლათინური და არამეული. ყველა სხვა ერი, რომელმაც დაიწყო თავის მშობლიურ ენაზე ლოცვა, აღმოჩნდა განკვეთილი და ასე ვთქვათ, არა კლასიკური მართლმადიდებელი ეკლესიის ნაწილი. იგივე ვთქვათ, სომხური ეკლესია გრიგორიანულ, ასე ვთქვათ, მონოფიზიტურ წავზე წავიდა, კოპტური, ეგვიპტური, ძველ ეგვიპტური, სირიული ეკლესიები და ასე შემდეგ. მხოლოდ სამენაზე მეტყველებდა ყველა ის ეპარქია, მათ შორის ალექსანდრიის იქნებოდა, ანტიოქიის, რომის თუ კონსტანტინოპოლის თუ იერუსალიმის, რომელიც სამი ენაც იყო რომის იმპერიაში, ასე ვთქვათ, სახელმწიფო თუ საერთაშორისო ენა, უნივერსალური ენად აღიარებული და რომელიც ამ ენაზეც იყო მაცხოვრის ჯვარცმაზე გაკეთებული წარწერა. და აქ ხვდებით, რომ მე-5 საუკუნიდან ზუსტად იგივე დათვირთვას იძეს ქართული ენა და აბსოლუტურად კანონიერად და კანონიკურად ითვლება, რომ წირვა ლოცვა მიდიოდეს აი იმ სამენას ის პარალელურად ქართულ ენაზეც. იმიტომ რომ ფაქტი ჯიუტია. მე-5 საუკუნიდან ქართველები ლოცულობენ ქართულად და არა ბერძნულად და არა არამეულად და არა ლათინურად. მაგრამ ქართული ეკლესია არის ერთადერთი, გარდა ამ 5 მსოფლიო საპატრიარქოსი, ერთადერთი ეროვნული ეკლესია, რომელიც იმ 5 საპატრიარქოს მხრიდან არის აღიარებული კანონიკურად მართლმადიდებლად და მსოფლიო მართლმადიდებელი საქრისტიანოს ნაწილად, განუყოფელ ნაწილად.
ეს არის უდიდესი მიღწევა. რუმინეთმა მხოლოდ მე-18 საუკუნეში ისიც ქართული ანტიმოზივერიელის დროს მოახერხა რუმინულად სახარების თარგმნა. ხოლო ბულგარეთმა მიუხედავად იმისა, რომ სლავურ ენებზე უკვე კირილე და მეთოდეს შემდეგ შუა საუკუნეებიდან იწყება ნელ-ნელა ძველ სლავურ ენაზე თქვა წირვა და ლოცვა, მრავალი საუკუნის შემდგომში აღწევენ იმას, რომ ჯერ კანონიკურად იქნას დაშვებული თქვა საერთო სლავურ ენაზე ლოცვა და მერე ავტოკეფალია მოიპოვა. იგივე ბულგარეთზე თქვით მე-20. ამ ყველაფერს ვახტანგ გორგასალი ახორციელებს მე-5 საუკუნეში. არ იქნებოდა საერთოდ არც შუშანიკის წამება, არც გრიგოლ ხანძთელის ცხოვრება, არც მეფხისტ გაოსანი, არც ვაჟა ფშაველა რომ არ ყოფილიყო ვახტანგ გორგასალი და მისი საეკლესიო პოლიტიკა და მისი მოღვაწეობა ამ ენის და კულტურის მიმართულებით. ჩვენ ან ქრისტიანები ვერ ვიქნებოდით და ერთიანი მსოფლიო ქრისტიანული ეკლესიის წევრნი, ან ქართულად ვერ ვილოცებდით. ეს ორივე მოახერხა ადამიანმა. ეს არის წარმოუდგენელი მიღწევა მე-5 საუკუნისთვის. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ამას მე-9 საუკუნეებში ვერ აღწევთ.